6 თვეში არჩევნებია. 6 თვეში თბილისმა ახალი მერი უნდა აირჩიოს. რით დაგვამახსოვრა თავი ოცნების მმართველობამ დედაქალაქში. დღეს არჩევანში ნარმანიას მერია. ეს იქნება თქვენი მერობის სიმბოლო, ბატონო და სიმბოლური საჩუქარი. ნარმანია, ეს არის მანიის სახეობა, რომელიც ჭრის ხეებს. ისტორიაში მართლა ამ სახელით შევა, ვინ გაანადგურა ქალაქში მწვანე საფარი. და ქალაქში დავდგავთ და გავახარებთ 1 მილიონამდე ხეს. ადკი და თქვენ ვერ გავკაჩე ხალხო. უკვე 3 წელია თბილისის მერია და თბილისის მერი ხმაურიანი ბრალდებების ობიექტები არიან. ნარმანიას ნეპოტიზმში, კორუფციაში და არაეფექტურ მმართველობაში სდებენ ბრალს. მილიონი ამოგვიღო ჯიბიდან და მიწა ვიღაცას. საქართველოს პროკურატურამ უკვე უნდა დააყენოს სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხი ნარმანიის წინააღმდეგ. ეს ადასტურებს იმას, რომ ეს არის კორუფციული გარიგება. მაშინ, როდესაც თბილისის მთავრობას მილიონობით ლარის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ, მერიის კართან ბავშვთა სამყაროს დაზარალებული მოვაჭრეები კომპენსაციებს უშედეგოდ ითხოვენ. მერიამ ჩემგან არაფერი არ გეკუთვნის. უკიდურესი პროტესტის 55 დღე 2 თვეა ვიბრძვით, მაგრამ არანაირი შედეგი არ არის. და ისევ შეუთანხმებელი პოზიცია მერიასთან. 3500 ბანკმა პროცენტი დამაწერა და როგორ დავთანხმდები ამას? ვის დასცინიან და ვის უძახიან ესენი მოვაჭრები? ისინი, ვინც ხანძარმა ლუკპაპურის გარეშე დატოვა, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებს შანტაჟში ადანაშაულებენ. საკრებულოდან ისმის უკვე მუქარები რიმა ბერაძე. ამ ხალხს ემუქრება, რომ თუ თქვენ არ დათანხმდებით 3000 ლარს, ჩვენ ამ თანხას უკან გავითხოვთ. ხალხი და ხელისუფლება, მერიის ბიუროკრატიულ ლაბირინთში დაკარგული სამართალი და საზოგადოების ინტერესები. ნახეთ აქ, რუსთავი ორზე არჩევანში.